გამარჯობათ, წარმოგიდგენთ ჩემს პირველ გაკვეთილს ორიგამის ხელოვნების შესახებ, რომელიც წარმოიშვა მე-6 საუკუნეში იაპონიაში, მას შემდეგ რაც ჩინეთში გაჩნდა ქაღალდი. ორიგამი არის ქაღალდით ფიგურების შექმნის ხელოვნება. მე ახლა გაჩვენებთ მასტერ-კლასს თუ როგორ შევქმნათ წერო. ამისთვის დაგჭირდება A4 ფორმატის ფურცელი. მისგან აუცილებლად უნდა მივიღოთ კვადრატი. მნიშვნელოვანია ფურცლის ნაკეცები სწორად გავაკეთოთ. პირველი ჰორიზონტალური ნაოჭი. ასევე შევცვალოთ ფურცელი ვერტიკალურ მდგომარეობაში. ყველა ნაოჭი აუცილებლად უნდა იყოს ზუსტი, დიაგონალურად. ძალიან მნიშვნელოვანია ნაოჭის სიზუსტე. თითოეულ ნაკეთს თავისი ფუნქცია გააჩნია ფორმის მიღების დროს. ოთხივე წერო აუცილებლად უნდა გადავკეცოთ იგივე სიზუსტით და იგივე ფორმით. საკმარისია არაზუსტი გადაკეცვა, ვერ მივიღებთ სასურველ ნაოჭს. თავდაპირველად ორიგამი გამოიყენებოდა რელიგიური და სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. მოგვიანებით ის მე-20 საუკუნეში მსოფლიო ხელოვნების ნიმუშად იქცა. რა თქმა უნდა, ის დღემდე აქტუალურია და მისგან ძალიან ბევრ ლამაზ ხელოვნების ნიმუშს ქმნიან. ახლა ჩვენ მივიღეთ ვარსკვლავის ფორმის ნაოჭები. ნახეთ. ახლა მნიშვნელოვანია სწორად გავანაწილოთ და გადავკეცოთ ქაღალდი. აუცილებელია წეროები იყოს თუ ნაოჭების ზუსტად არის გადაკეცილი, აუცილებლად გაგიადვილებთ ეს ჩემი პირველი ვიდეოა იმისთვის რომ თქვენთვის საინტერესო გაკვეთილები ჩავატარო, უნდა დამეხმაროთ და დამიწეროთ მოწონება. ცოტა ვიჩქარი უნდა ამიხსნა. ამის შემდეგ ვკეცავთ მარჯვენა და რა თქმა უნდა მარცხენა მხარესაც. ისევ ნაოჭს ვაზუსტებთ, ვამტკიცებთ. შემდეგ ფურცელს ვიჭერთ ზემოთ. ეს მხარე აუცილებლად ჩამოგვაქვს ქვევით. ეს რა თქმა უნდა ნაოჭი გვაძლევს ამის საშუალებას. მეორე მხარეც ამას გვიადვილებს სწორი ნაოჭები და ნაკეცები, რა თქმა უნდა. ეს იქნება თავი წეროს. აი აქ არის ნაოჭი, რომელიც წინასწარ დავხაზეთ და ფრთა უნდა გადმოწიოთ წინ. ისევ და ისევ სწორი ნაკეცი გვაძლევს ამის საშუალებას. წერო მზად არის. შემდეგ ოდნავ ფრთებს გავშლით და ვეკაჩებით კუდის მხარეს. სიცოცხლისთვის დავუხატოთ თვალები. და რა თქმა უნდა ჩვენი წერო მზად არის. წერო იაპონურ ხელოვნებაში სიმშვიდის სიმბოლოა. თუ ჩემი გაკვეთილი მოგეწონათ, გთხოვთ დაალაიქოთ, მოიწონოთ გვერდი და გამოვიწეროთ. მადლობთ ყურადღებისთვის.